დიახ, ექს-მაღალჩინოსნების საქმე უკვე მეორე დღეა პოლიტიკურ წრეებში განხილვის ცენტრალური საკითხია. ახლა ყველას აინტერესებს, რა კონკრეტული ნივთმტკიცებულებები ამოიღოს საგამოძიებო უწყებამ ყოფილი მაღალჩინოსნების სახლებიდან, რომლის შესწავლასაც ახლა ამოღებული ნივთების შესწავლასაც გამოძიება აგრძელებს და ასევე საინტერესოა ბრალის კვალიფიკაცია, რომელიც მიეცემა ამ საქმეს. შესაბამისად, სწორედ ეს განსაზღვრავს თუ რა ტიპის პოლიტიკურ შურისძიებასთან გვაქვს საქმე. სწორედ ასე ფიქრობს პოლიტიკოსთა ნაწილი. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს არის ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების საკითხი ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. ზოგიერთი პოლიტიკოსი გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლოა კონკრეტული საკითხები, გადაწყვეტილებები ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ მაღალჩინოსნებს არ აპატია და შესაბამისად ახლა ის მათ წინააღმდეგ აწარმოებს გამოძიებებს. ახლა ყველა კითხვას პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ, თუმცა რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ სწორედაც ირაკლი ღარიბაშვილი, გრიგოლ ლილუაშვილი, ოთარ ფარცხელაძე, რომელთა მიმართაც არსებობდა არაერთი ინფორმაცია აქამდეც, რომ მათ ჰქონდათ პირადი დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილთან, ფაქტობრივად ახლა დაწყებული ჩხრეკვებით და ამ საქმეებით ეს ინფორმაცია დადასტურდა. როგორც ჩანს, კანონსაწინააღმდეგო ნივთებს ეძებდნენ და გარკვეული ეჭვი არსებობს იმ პირების მიმართ, ვისანაც ჩხრეკა ტარდება. ეს არის იურიდიული ლოგიკა, როდესაც დაიგეგმა ეს ღონისძიება, ამიტომ იმის თქმა, რომ ეს იყო უბრალოდ ჩხრეკა და მეტი არაფერი, ესე არ არის, ჩხრეკა არ ტარდება ჩვეულებრივ ვისთანაც უნდა გამოძიების ორგანოს. ეს არის როგორც ვხედავთ გაგრძელება კონფლიქტების, რომელიც შიგნით დაიწყო დიდი ხანია და უბრალოდ ეს არჩევნებამდე არ მოხდებოდა, მაგრამ არჩევნების შემდგომ მე ვარაუდობდი კიდევაც და ვამბობდი, რომ ეს მოსალოდნელი იყო. რა დოზის არის ეს კონფლიქტები, რა მასშტაბით არის შურისძიების სურვილი, ეს გამოჩნდება შემდგომ ნაბიჯებში, იმიტომ რომ ეხლა ველოდებით უკვე უნდა ითქვას რა ამოიღეს, ის არის თუ არა კანონსაწინააღმდეგო და თუ აღმოჩნდება, რომ ის ჩაითვლება, რომ ეს არის კანონსაწინააღმდეგო, შემდეგი პროცედურა დიდი ალბათობით შეიძლება იყოს უკვე ბრალის წარდგენა. როდესაც ღარიბაშვილს ხელს მოკიდებდნენ ანტიკორუფციული ტალღის ფონზე, არავისთვის ეს კითხვის ნიშნებს არ გააჩენდა და რაიმე განსაკუთრებული გაოცებები საზოგადოებაში არ იქნებოდა, იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო და მოცემულობა იყო ეს ყველასთვის, მაგრამ ლილუაშვილი ცოტა სხვა კალიბრის იყო ივანიშვილის კარზე ყოველთვის. რაღაცა ფუნდამენტურად შეეშალა როგორც ჩანს. ივანიშვილი ასეთ ადამიანებს პასუხისგებაში აძლევს მხოლოდ პირადი ანგარიშწორების გამო. ეს არის ყველაზე ნათელი, ცალსახა, მყვირალა დადასტურება იმისი, რომ რეჟიმი არის სრულ აგონიაში და ივანიშვილი ყველა გადაწყვეტილებაში ხელმძღვანელობს მხოლოდ საკუთარი პირადი ბრაზით. მაქვს რაღაცა ტიპის განცდა, რომ ლილუაშვილი არის ბათშაშვილის საქმესთან დაკავშირებული და შეეწირა ამ ამბავს. როგორც ჩანს, სავარაუდოდ მართალია ის მოარული ხმები, რაც თქვათ ამ ბოლო პერიოდში მუსირებდა იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს შიდა გარჩევები, რომ არსებობს რაღაცა მოპარული თანხები. სავარაუდოდ ამ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება, შეიძლება ეს არის შიდა რაღაცა თანხების თუ ფულის მოძრაობის გადანაწილების გამო დაწყებული დევნა, დასტურია იმისა, რაზეც სამოქალაქო ორგანიზაციები, ანტიკორუფციული ორგანიზაციები წლებია საუბრობენ და რის გამოც ისინი ამ ქვეყნის აგენტებად გამოაცხადეს, სინამდვილეში არის სიმართლე და ამას თავად ეს გამოძიებებიც ადასტურებს. დაადებენ თუ არა ხელბორკილებს ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ დროს სანდო პირებს და გახდება თუ არა ის ნივთები ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავების საფუძველი, ანუ ეს გახდება თუ არა ის ნივთმტკიცებულებები, რომელსაც უკვე საგამოძიებო უწყება ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ არსებულ საქმეში გამოიყენებს. ეს საკითხები დიდი ალბათობით უკვე უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ამ კითხვებს გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი. ყოველ შემთხვევაში პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ახლა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ივანიშვილმა პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. პირდაპირ ეთერში ნინო ელიკაშვილი საუბრობდა.